ფიქრობს დილის წინ თქვენზე, მოდით ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ვნახოთ, ვინ ფიქრობს თქვენზე დილის წინ. განსაკუთრებით ის, ვინც არც მიდის და არც მოდის. ის, ვინც პათოლოგიურად ეჭვიანობს თქვენზე. ის, ვინც ვერც სტაბილურობას, ვერც სიმშვიდეს და ვერც გარკვეულობას ვერ გთავაზობთ ურთიერთობაში. თან უნდა, თან არ უნდა. თან მოიტყვის მუდმივად, თან გარბის. ის, ვისთვისაც უზარმაზარი მიზიდულობა ხართ, მაგნეტიზმი. უცნაური ფსიქოლოგიური მექანიზმი აქვს ამ ადამიანს. ისე შეგიჩნდებათ, შეგიქმნით ლაბირინთს, საიდანაც თავს ვეღარ დააღწევთ. მისი მიდგომების გამო თქვენს მიმართებაში. ვიტყოდი, რომ აკვიეტებული ყავხართ, მის ქვეცნობიერში რთული ბავშვობა არის ასახული და ახალ დასრულებულ ასაკში იგი ქმნის ურთიერთობაში იმ რაღაც მტანჯველ ემოციებს, რითაც გსჯით თქვენც და საკუთარ თავსაც. თითქოს არ იმსახურებს ნამდვილ გრძნობებს და თუ არ ვიმსახურებ მე, შენ რატომ გაგახარებ, ხო? ბავშვობის ტრამვების გადაწერას ცდილობს. მსხვერპლის როლში შესვლით. ეს რთული ფსიქოლოგიური პრობლემა არის და ნამდვილად ვერ შექმნის ოდნავ ჯანსაღ ურთიერთობასაც კი. თუნდაც აი ეს აკვიატება, რომელიც თქვენ გიკავშირდებათ, საიდან მოდის? ამტკიცებს, რომ მაღალი თვითშეფასება აქვს, სინამდვილეში კი იცის, რამდენად უსუსურია თავდაჯერებასთან მიმართებაში. ეგოცენტრული ილუზია ასევე მე შენ შეგცვლი, ანუ სურს რომ გადაგაკეთოთ. ისეთად, როგორიც თავად აწყობს, რომ მე მარტივად სამართავი იყოთ. საოცარი ის არის, რომ მოსწონს ეს რაღაც დაძაბულობა, გაურკვევლობა, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა, რითაც ცდილობს მუდმივად პროვოცირება გაგიწიოთ. ერთ სიტყვით მაგალითად და 10 გეტყვით ხუდად. დარწმუნებული ვარ ამოიცნობთ მას, რადგან არ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რატომ ვუძლებ ან ვუძლებდი მე მას. რა თქმა უნდა, ეხლა უცხო და გადამთიელი არ იფიქრებს ხო თქვენზე. ეს ყოფილი ურთიერთობებიდან უფრო მოცემულობა არის, რომელმაც რაღაცა პერიოდი შეიწირა კიდეც თქვენი ნერვები დრო და მოთფინება. და ზუსტად აი ასეთი ტიპის ადამიანი ფიქრობს ყველაზე მეტს დილის წინ თქვენზე. თანაც ძალიან ხშირად. წარმატებები, ბედნიერი დღე, პირადი კითხვები WhatsApp-ზე ან Viber-ზე მომწერეთ 557-1673-53 იმისთვის, რომ არ მოხვდეთ სხვა ყალბ აკაუნტზე, რომელიც გამოყენებულია ძალიან ბოროტად ჩემი სახელით.